მამის აღზრდის მეთოდებიდან ზოგადად მამის მიდგომებიდან რა გადმოიღეთ, რომელსაც შვილებთან იყენებთ? აი უყურე მე ვერა ვარ ის წარმოიდგინე რომ ჭიდაობა როგორ მიყვარს ერთი 100 ბავშვამდე 100 ბავშვზე მეტი მყავს მოსწავლე. ყველა როგორც ჩემი საკუთარი შვილი ისე მიყვარს რა. მაგრამ აი შვილის იმაში ხო მე მამასგან გადავიღე რომ კაცრი არა ვარ რა. და აი წარმოიდგინე როგორი ის უნდა ვიყო ადამიანი რომ დარბაზში ვერ შემოვიყვანე ჩემი შვილი. ერთი ბიჭი მყავს და ვერ შემოვიყვანე. არ მინდაო, მითხრა და ვსიო. მე ვიცი რომ გიდა ჩემი ძმები და ბაბაჩები ამას ვერ შეეგუებოდნენ რა. რომ ეს წამოდი და წამოდი სხვათა შორის ერთხელ ჩემს ძმისშვილსაც გეუთხარი რომ გიდა მეთქი ჭიდაობა და ესე აღარ დაგინახო აქ მოსული მეთქი რა. არ ადამიანს თუ სისხლში არ გამოა იმისაგან ტყუილას დროის კარგვა. ერთხელ მითხრა შენც მეყოფი მოჭიდავე. შვილმა და სხვათა შორის არასდროს აი ხო რამდენი შეჯიბრი მოვიგე რამდენის და არასდროს არ დაურეკია და ეხლა რომ მოვიგე თან ყველასთან ეხლა გამიჭირდა კიდე. ყველა ეხლა რომ მოვიგე დამირეკა და მომილოცა იქ ტირილით. ჩამოვიდა მეც უნდა დავიწყო ჭიდაობაო და რა მესამე კვირა არ გამომყოლია რა ვიცი. რამხელა? 17 წლისა უკვე. სტუდენტი არის უკვე ხა? სტუდენტია უკვე? არა, ერთ წელი უკვე ის არაბიტურიენტი. ხასები. ემოციური იყო რომ დაგირეკა თქვენთვის? ცრემლები წამომივიდა რა, სიხარულისაგან, აი რასაც თან პირველმა დამირეკა და უბრალოდ ტელეფონი რო კათიშვილი მქონდა და სასტუმრო შვებელი პირველი ზარი იყო ჩემი შვილის და მე ვიცი ძალიან აი მე თუ რამე გამიხარდებოდა ყველაზე გამიხარდა რომ არასდროს არ დაურეკია ჩემში დავეს აბდე ტელევიზიებში ტივებში ვარ მიწევ და ხო ეგეთი ესეთი ჩუმი და კარგად გაზრდილი ბავშვია და რო დამირეკა ძალიან გახარებული ვიყავ